გამარჯობათ. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას ფაზისის აკადემიის კვლევები. მე გახლავთ გია კვაშლავა, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი, ამ გადაცემის წამყვანი და ავტორი. როგორც წინა გადაცემებში შეგვერთით, ფაზისის აკადემიის ინსტიტუტების დირექტორებს გაგაცნობდით და ფაზისის აკადემიაში შემავალი ამ ინსტიტუტების სამეცნიერო პოტენციალთან დაკავშირებით და მისი განვითარების შესახებ უნდა მოგვეწვია ჩვენ ინსტიტუტების დირექტორი. ამჟამად მეორე გახლავთ სტუმარი, საინჟინრო მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი გელა ხიფიანი, ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და გვესაუბრება ფაზისის აკადემიის შესახებ. პირველ რიგში თავის თავზე გვეტყვის რამდენიმე სიტყვას, იმიტომ რომ საერთოდ ქართულმა საზოგადოებამ რამდენად ხვაწმოსილი მეცნიერები ყავს საქართველოს, ეს არ იცის და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ წარმოვადგინოთ ასეთი სახის მეცნიერები, მათ შორის ბატონი გელა და გაგაცნოთ რომ რამხელა პოტენციალი აქვს საქართველოს როგორც ამ მხრივ. ბატონო გელა, გამარჯობათ, მადლობა რომ მოგზანდით და დღეს ჩვენი სტუმარი რომ ბრძანდებით და გვესაუბრებით იმ თემებზე, რაც ერთად ჩვენ გვაინტერესებს და თელ საქართველოს აინტერესებს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისათვის, მოგესალმებით. სადა ვარ ყველა შეკითხვას თქვენსას უპასუხო, რა თქმა უნდა. მე წლების განმავლობაში რა ცოდნას დამიგროვდა, ვცდილობ რომ მოახმარო ის ჩვენ ქვეყანას, ახალგაზრდობას, სტუდენტებს და მზად ვარ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას ამავე დროს და ფაზისის აკადემიას, როგორც ფაზისის აკადემიის წევრი და ერთ-ერთი უნივერსიტეტი, სადაც ყველაზე მეტი მეცნიერი გახლავთ ფაზისის აკადემიაში, ეს გახლავთ საინჟინრო მეცნიერებათა ინსტიტუტი, რომელსაც მე ხელმძღვანელობ და მაქვს ჩემი გეგმები, რომელსაც ვფიქრობ, რომ თუ რამე ჩამიფიქრებია ცხოვრებაში მივიყვანია ბოლომდე. ამიტომ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ბატონო გია, როგორც პრეზიდენტი, რომ რაც გვაქვს ჩაფიქრებული ერთად გავაკეთებთ და ბოლომდე მივიღოთ. ღმერთი ჩვენთან არის. ბატონო გელა, როგორც ვისაუბრეთ რამდენიმე წუთის წინ, თქვენ შესახებ გვიამბეთ. ეს არ არის ძალიან რთული, მარტივად. საერთოდ რთული არის თავის თავზე საუბარი, მაგრამ ძალიან მოკლედ გეტყვით, გავიარე ძალიან ისეთი ცხოვრება, გამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, მექანიკის სპეციალობით, სპეციალიზაციით ჰიდროაერომექანიკა. შემდგომ განაწილებით მუშაობდი აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, უმაღლესი მათემატიკის კათედრაზე ასისტენტის თანამდებობით დავიწყე. მაშინ რექტორი გახდათ ძალიან ცნობილი პიროვნება და მე ვთვლი რომ ჩემი მასწავლებელიც იყო ბატონი ნოდარვალიშვილი. შემდგომ იმ დროს ახალგაზრდებს ჩვენ გვაგზავნეს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ასე მოხდი ლენინგრადის საიჭირო სამშენებლო ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრაზე, სადაც გავიარე ასპირანტურა, ვადაზე ადრე დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია სამშენებლო მექანიკის შიფრით 05-23, დავბრუნდი ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და შემდეგ იქიდან უკვე გადავედი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრაზე, სადაც გავატარე წლები. უკვე იმ პერიოდში ასეთი კანონი იყო, რომ თუ მე მქონდა მზად 60-70% სადოქტორო დისერტაციის, მაშინ დოქტორანტურაში შემეძლო წავსულიყავი. მაშინ ბატონო გია არ მიდიოდნენ საერთოდ დოქტორანტურაში, წლების განმავლობაში მუშაობდნენ თან ოჯახი, თან დისერტაციის სადოქტოროს წერა. მე გადავწყვიტე რომ ოჯახთან ერთად წავსულიყავი დოქტორანტურაში და იქ გამიგრძელებია 3 წლით წავედი, ვერ მოვასწარი. უკვე სანქტ-პეტერბურგის არქიტექტურულ სამშენებლო უნივერსიტეტში, იგივე უნივერსიტეტს ხოლო სხვა დასახელება ჰქონდა და სხვა კათედრაზე ვიყავი ხისა და პლასმასის კონსტრუქციებზე, იმიტომ რომ შემდეგ გავიარე მე კონსტრუქციების საკითხები და დოქტორანტურის შემდეგ დავიცავი სადოქტორო დისერტაცია, ასევე სამშენებლო მექანიკაში, იგივე შიფრით 05-17-23. ამ დროს დავბრუნდი და ბატონმა რამაზმა მიმიწვია უკვე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ბატონ რამაზ ხუროძე. დიახ, ერთი თვის განმავლობაში ვიყავი სამეცნიერო ტექნიკური საბჭოს სალული მდივანი, შემდეგ ვიყავი 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კვლევით სამუშაოების სამმართველოს უფროსი და შემდეგ რეორგანიზაცია მოხდა, პრორექტორების სტატია აღარ იყო და ვიყავი უკვე მეცნიერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების ხელმძღვანელი. ასე ეწერა ბრძანებაში. 2013 წელს
მე მაქვს ჩვევა ესე რომ გუნდი რომ მიდის არ ყოფილა შემთხვევა რომ მე არ გავყოლოდი იმ გუნდს და როდესაც ბატონი რამაზი რექტორი აღარ იყო მე დავწერე განცხადება და წამოვედი და მიწვეული ვიყავი საქართველოს ავიაციო უნივერსიტეტში ბატონი სერგო ტეფნაძის მიერ და იქაც ბატონი სერგოს მოადგილე ვიყავი სამეცნიერო დარგში 8 წლის განმავლობაში და მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ დავით გურგენიძეს როდესაც დეკანი გახდა მე თითქმის ბავშვობიდან მისდევდა ძალიან დიდ პატივისცემს და ისევ დამაბრუნა ტექნიკურ უნივერსიტეტში და დღეს იქ მოვაწეობ უკვე 2020 წლიდან კონკურსი გავიარეთ ახლა ჩვენ და ვარ არჩეული აფილირებული პროფესორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის. ბატონო გელა, ბატონ გურგენიძეს ფაზის აკადემიაში დიდი წვლილი მიუძღვით, ერთი ფაზის აკადემიის წევრი გახლავთ და თქვენი ინსტიტუტის წევრი. წარმომადგენელი ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდით მას რომ იმდენად დიდი ყურადღება გამოიჩინა ფაზის აკადემიის მიმართ ჩვენ ბევრ სესიას მართავთ ტექნიკურ უნივერსიტეტში და ასეთი მხარდაჭერა რომელიც ბატონ გურგენიძეს გააჩნია IP ორგანიზაციებისთვის მაგალითად ფაზის აკადემიის მიმართ ეს არის დიდად დასაფასებელი და ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ფაზის აკადემიის წევრები. ბატონო გელა, ეხლა თუ შეგიძლიათ გვითხრათ ფაზისის აკადემიის საინჟინრო მეცნიერებათა ინსტიტუტის შესახებ. ფაზისის აკადემიის საინჟინრო მეცნიერებათა ინსტიტუტის ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი, რა თქმა უნდა, გეგმა დაარსების დღიდან დაწყებული და პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩამოვაყალიბეთ სტრუქტურაში შედის დირექტორი, მოადგილე გახლავთ პირველი მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების დარგში მოადგილე საგრანტო, იმიტომ რომ ყველაზე უფრო მეტი მნიშვნელობა ჩვენ გვაქვს სამეცნიერო თემების წარდგენები გრანტებზე, მათ დარგში გვაქვს სალონი მდივანი და გვაქვს განყოფილებები, თითქმის ყველა განყოფილება ტექნიკური მხარის და განყოფილებებს გვაქვს ხელმძღვანელები. მე ვფიქრობ, რომ ყველა ხელმძღვანელს მე მივმართე, რომ მოეწოდებინათ თავიანთი თემები, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი აკადემიის სალონი მდივანი ქალბატონი ეკა კარტოზია ძალიან ბევრს მუშაობს თქვენთან ერთად რა თქმა უნდა და სტიმული უფრო მეტია როცა ხედავთ რომ ადამიანები მუშაობენ მით უმეტეს ფაზისის აკადემიაში არიან ენერგიული ადამიანები მე ვიტყვი როგორც ახალგაზრდების მიმართ ისევე ძველგაზრდების მიმართ ახალგაზრდული შემართებით მუშაობენ და გვაქვს საინტერესო მოხსენებები მოგესალმებათ რომ ამ მოკლე პერიოდში თითქმის დღე არ გასულა რომ ჩვენ არ ვემზადებოდით და მოხსენებები არ გავაკეთოთ სხვადასხვა დარგში რაც შეეხება ჩვენს ინსტიტუტს, ჩვენიდან ძალიან ბევრი მოხსენებები გვაქვს, მოიხსენებათ, რომ ჩვენ ერთად ჩამოვეთ ახლა ქალაქ ქუთაისიდან, რომელიც ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მაინც ძალიან ახალგაზრდა მოხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მერხიდან პირდაპირ აუდიტორიაში და მომცეს საექციო კურსის სტუდენტებთან თვითონ ახალგაზრდა ვიყავი და წარმოვიდგინეთ თქვენ ამ უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ინსტიტუტი იყო. ყველანაირად ვცდილობდით დამწყები როცა ხარდათ ამ სიამონებს ქუთაისში ყოფნა, იმიტომ რომ პირველი ლექციაი წავიკითხე, პირველი თეზისები გამოვაქვეყნე, პირველი მოხსენება იქ გავაკეთე და ყველაფერი პირველი ხდება ის, რომელსაც ქვია ქალაქი ქუთაისი უძველესი ქალაქი ულამაზესი. ეხლა ხანს ვიყავით ჩვენ და ნახეთ თქვენს რომ მე როგორც აფილირებული პროფესორი გავაკეთე მოხსენება იმ კონფერენციაზეც წინა დღით გახდით რეცენზენტი სადოქტორო დისერტაციის, ბრწყინვალე დისერტაცია იყო, იქ სხვანაირი წესები გახლავთ და ამიტომ ჩვენი ფაზისის აკადემიის წარმომადგენლები იყვნენ კომისიის კოლეგიის წევრები, ალხას იქარიშვილი და ელენა ქრისტესიაშვილი. მე როგორც რეცენზენტი, ასე მეორე დღისთვის დავჭით და კონფერენციაზე მივიღეთ მონაწილეობა, რომელიც მართლაც ძალიან კარგ დონეზე ჩატარდა კონფერენციები საქართველოში, რომელსაც ვატარებთ ჩვენ. როგორი ადამიანი და პროფესორიც არ უნდა იყოს, ყველა ძალიან დადებითად მიმდინარეობს და მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი ლამაზი კონფერენცია ჩაიწერა ჩვენს ისტორიაში და ბიოგრაფიაში. მოგეხსენებათ, რომ იქ მოხსენება გავაკეთე მე როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი და ფაზისის აკადემიის წევრი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ნოემბრის თვეში თქვენ ატარებთ კონფერენციას ჩვენთან ერთად, ჩვენი კოლექტივი ატარებს კონფერენციას, ჩვენ უკვე წარდგენილი გვაქვს მოხსენებები. აი ძალიან მომეწონა ის რომ პირველ რიგში ჩვენ ანოტაციის სახით წარმოვადგინეთ თეზისები, შემდეგ ის გაიარა ექსპერტიზა, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, ასე ჩვენთანაც შევარჩიეთ მოხსენებები. ძალიან კარგი არის რომ ეს მოხსენებები დაიბეჭდება და ნოემბრის თვეში დარწმუნებული ვარ მე ფაზისის აკადემია ბრწყინვალე
კონფერენცია ჩაატარებს როგორც წინა კონფერენციები გახდათ და ამავე დროს დიდი მადლობა ეგ სადაც უნდა ჩავატაროთ ეს კონფერენცია როგორც ვიცი მე ეს საბადრექოს უნივერსიტეტში ძალიან ლამაზი უნივერსიტეტია მე ვიცნობდი წინა რექტორსაც და დიდ პატივისცემდი და ახლაც ალბათ ბრწყინვალე იქნება იქ ყველაფერი იმედია რომ ეს კონფერენცია ძალიან კარგად ჩატარდება ამავე დროს 23-ში ახლა ოქტომბერს ფაისის აკადემიის წევრები ჩემი გუნდი ასევე ძახინე მაგას მივდივართ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ერევნის არქიტექტურულ სამშენებლო უნივერსიტეტში ეს გახლავთ სახელმწიფო უნივერსიტეტი სადაც ხშირად ტარდება კონფერენციები ასევე მინდა მოგახსენოთ რომ როცა მდომოდა წასვლა მე გახლავთ ამავე დროს ამ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ბატონი დავით გურგენიძესთან ერთად დღესაც მქონდა მე შეხვედრა ბატონ დავითთან და ამიტომ ის გეგმები რაც მაქვს საჩუქრებით როგორც ჩვენის ქართველებს სტუმრად მისვლა, აი ესე ჩავალთ 23-ში, 24-ში არის გახსნა, 24-ში დღის მეორე ნახევარში მე მაქვს თვითონ მოხსენება, 25-ში მოხსენება აქვს ჩვენს თანამშრომლებს, ამავე დროს ფაისის აკადემიის წევრებს, ერინა ქრისტესიაშვილს და ტაბატაძეს და შემდეგ ალბათ ერთი დღე დავრჩებით და შემდეგ მოვდივართ უკან. ამიტომ ჩვენ როცა მივდივართ ეს მოქმედებს ძალიან მაღალზე რომ თამასა კიდევ უფრო მაიციოს ზემოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ანუ იმ უნივერსიტეტის რომლის აფილირებული პროფესორები ჩვენ ვიმყოფებით ასოცირებული პროფესორებიც მოდიან ჩვენი აკადემიიდან ია იქნება მშვიდობაზე და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ წინ წამოვწიოთ როგორც ჩვენი უნივერსიტეტი წამოვწიოთ ასევე ფაისის აკადემია აქვე მინდა გითხრათ რომ მე მსიამოვნებს ხოლმე ის ცოტა პრინციპები მაქვს ჩემი რომ როდესაც ვარ სექციის ხელმძღვანელი და ძალიან ხშირად ყოფილი სექციის ხელმძღვანელი არ მეფას რეგლამენტის დარღვევა და ამაზე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ზუსტად ჩავეტიოთ მაგრამ მე თუ დაინტერესება არის შეკითხვები შეკითხვებსაც თავისი დრო აქვს და მე შესაძლებელია იმისთვის არის კონფერენციები სიმპოზიუმები კონგრესები სადაც თითქმის ევროპაში და სხვაგანაც შუა აზიის ქვეყნებში ამავე დროს არ დარჩენილა ქვეყანა რომ არ ყოფილიყავი და შემდეგ გაცნობის მომენტში როცა ვსხედავთ არის შეკითხვები ვცდილობთ ერთმანეთს გავუზიაროთ აზრი ძალიან კარგი იქნება რომ ერთმანეთთან გვექნება პარტნიორული წარდგინებები როგორც სამეცნიერო ნაშრომების ასევე კონფერენციების ერთად ჩატარების საკითხებზე ასევე საგრანტო სისტემების ერთად წარდგინება და ასევე ძალიან საინტერესოა ის რომ კონსორციუმის ქვეყნები რომლებიც ჩვენ გვჭირდება უფრო ჰორიზონტში ხო ეგრეთ წოდებული ჰორიზონტის გრანტებში იქაც ძალიან გვეხმარება ურთიერთგაცნობები სხვათა შორის საქართველოში ძალიან კარგად არის ჰორიზონტის საკითხები და კარგად უძღვება დღევანდელი ხელმძღვანელი ლევან ხეცურიანი ასევე მისი მოადგილე ლუკა კემოკლიძე და მთელი გუნდი მე მთელ გუნდს ვიცნობ სამწუხაროდ დიუსელდორფში მივდიოდი და მაფინანსეს კიდევაც და მაინც მაშინ გავხდი ცუდად და ვერ წავედი მაგრამ ის სასიამოვნო იყო ყოველდღიური ურთიერთობები თუ რა უნდა გავეკეთებია ისთვის მივდიოდი და ასე შემდეგ აქვე მინდა გითხრათ რომ ძალიან ხელს მიწყობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი დავით გურგენიძე ამავე დროს ჩვენი აკადემიის წევრი გახლავთ იგივე ახლაც დილით რომ მივედი და ვესაუბრე თავარი ის იყო ჩვენთვის რომ აი დავალება თუ მექნებოდა და თუ რამე მე ვთხოვ საერთოდ არ მქონია შემთხვევა რომ მე რამე ვთხოვ რექტორს და ან მიღების პერიოდში ან ძალიან დიდ ხანს ლოდინი დამჭირდეს არ ყოფილა ესე ხშირად ხედავ ხოლმე არც სამუშაო საათები აქვს მას როგორც ხდება ხოლმე ამავე დროს ძალიან დაკავებულია იცით თქვენ რომ ბატონი დავითი ამავე დროს არის რექტორთა კონფერენციის საბჭოს თავმჯდომარე უკვე მეორე დარჩეული და რა ვიცი ფიქრობთ რომ რაც შეიძლება წინ წავიდეთ მე ვიყავი ბრემენის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ 2 თუ 3 წლის წინ მე მგონი პანდემია და ცოტა ზემოთ და პანდემიის დრო უკვე გასული იყო და ამ დროს სოციალურ ქსელში Facebook-ზე საათნახევარი საუბრობს ბატონი დავითი და არის საკითხები როგორც სტუდენტისგან ასევე აბიტურიენტებისგან მშობლებისგან ნებისმიერი მოქალაქისგან და პასუხობდა იქ კურიოზივით იყო 59 შეკითხვა იყო და რატომღაც ორჯერ ვნახე მაინც 59 გამოვიდა და თურმე მართლა 59 შეკითხვა ჩამოვედი და ვკითხე ხო და სასიამოვნო იყო ეს სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ისიც რომ ბატონი დავითის ჩვენთან შემოსვლის შემდეგ ძალიან ფაისის აკადემიაში უკვე თითქმის არის ძალიან ცნობილი მეცნიერები რომელსაც უნდა შემოსვლა მათ შორის ჩემი მასწავლებელიც შემოვიდა აკადემიკოსი ელიზბარ მადარაია რომელსაც ძალიან დიდ პატივს და დღესაც ძალიან გვიყვარს უკვე 90 წლის არის
ასევე სასიამოვნოა, რომ აკაკი-წერეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი სალვა კირთაძე შემოგზავნა და თანაც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ იქ და ისიც დავგეგმე, რომ ჩვენ წამოვართ ყოფასის აკადემიის პრეზიდენტთან სწავლობრივთან ერთად ჩვენი გუნდით და თუ თქვენ გეცლებათ თქო და რა თქმა უნდა ჩვენ ამისთვის მზად ვართ რომ მივიღონ. აქვე მინდა გითხრათ რომ უფრო მეტად ყურადღება გამახვილებული გვაქვს ჩვენს ინსტიტუტში, ფაზის აკადემიის საეჭვრო მეცნიერებათა ინსტიტუტში, რაც შეიძლება მეტი პროექტები შემოვიტანოთ. მე ამოვიწერე რა თქმა უნდა ეს პროექტები ქლიანტ და განმგზავრებიც არის თქვენთან. ყველა განყოფილების წერმა მომაწოდა პროექტები და სასიამოვნოა რომ ყველა არის აქტუალური დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე მოგესწრება თქვენ რომ მე თვითონ დავიცავი სამშენებლო მექანიკაში, მაგრამ დღეს რაც აქტუალურია, თუ მეცნიერი ხარ, იმისთვის უნდა იმუშაო, რომ უფრო წინ როგორ შეიძლება წასვლა, მით უმეტეს ცოტა თქვენს შესახებაც ვიტყვი ახლა სამი მიმართულების მეცნიერი. თქვენ ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორი ხართ. ანუ ტელემაყურებლებს არ ეგონოს რომ ერთი ხარისხი გაქვთ. არა, მე აღნიშნე რომ საკანდიდატო დავიცავი ვადაზე ადრე წელიწადნახევარში, ისიც ძალიან საინტერესოა, რომ ერთი თვის ხელფასი მომწეს იმ დროს, მაშინ ასე წესი იყო წამახალისებელი და როდესაც საკანდიდატო დისერტაციის შემდეგ უნდა გასულიყო 6 წელი ასეთი იმ პერიოდში კანონი იყო და უნდა გამეზარდა 2 ასპირანტი. ასპირანტი რო გამეზარდა, ამისათვის საჭირო იყო უმაღლესი სამეცნიერო საატესტაციო კომისიიდან ნებართვა უნდა მოეცათ, მე როგორც დოცენტი იმ პერიოდში შემძლებოდა და ვაგზავნით ჩვენ საბუთებს. პირველი ჩემი ასპირანტი გახდათ სირიიდან ამუნიხსა და ხი ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო და მე დაიკარგა ომის შემდეგ და ვერ შეხვდი საუკეთესო წარმოადგენდა თავის დისერტაციას. მეორეც რო ავიყვანი ასპირანტურაში, ისიც საინტერესოა ძალიან, რომ მისი სადისერტაციო ნაშრომი მის ქვეყანას ეკუთვნოდა პოლონეთს და იმ დროს ძალიან რთული იყო უცხოეთში წასვლაც. სულად რამდენი დოქტორანტი ხართ გაზრდილი, ანუ თქვენი ხელმძღვანელობით რამდენი ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი გახლავთ 23 14 გახლავთ დღეს რომ არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე, დღეს შიფრი არის ფართო წლის, მაგალითად მშენებლობა ქვია იმ შიფრებს, რომელშიც 0732 არის და ამავე დროს მყავს 6 ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის მოსაპოვებლად ვიღავი სამეცნიერო კონსულტანტი. ასე ისინი კანდიდატები იყვნენ და არა, რა თქმა უნდა, მართლა დიდი რიცხვია და ერთი რამე მომწონს, ხლა რაც არ მომწონს შესაძლებელია ის მასაც გავუსვა ხაზი, რომ საქართველოში, არ ვიცი, ახლა მე არ შემხედრია ჯერ ქვეყანა სამეცნიერო ხარისხი აღარ არის საქართველოში, არის აკადემიური ხარისხი. ძალიან კარგად აკეთებს ბატონი დავით გურგანიძე, რომ 2 საბჭო გვაქვს, რომ დაიცავს პიროვნება კოლეგიაზე. დიახ, კოლეგიაზე როდესაც იცავს, ხო? იმ სადისერტაციოს ნაშრომს შირდება დამტკიცება. დაიცვა პიროვნება, იმას არაა გარანტია, რომ ის უკვე არის ამა თუ იმ სპეციალობაში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე. სანამ ის არ დაამტკიცებს. იქ თვითონ ხელმძღვანელობს ბატონი დავითი ტექნოლოგიებში და სუსტი დასაბუნების სვეტულო მეცნიერებაში. მეორე საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ აბრალავა, ფაზის აკადემიის წევრი გახლავთ, აკადემიის წევრი და ამავე დროს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ბატონი დავით გურგენიძეზე არ გითქვამთ. ბატონი დავითი აკადემიკოსი გახლავთ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრი. კი ბატონო, პრეზიდიუმის წევრი და ამავე დროს გეტყვით იმას, რომ მე მინდა ხაზი გავუსვა კიდევ იმას, რომ ეს არ ნიშნავს, რომ საბჭო არის იქ და თქვათ ვერ გავიდა იმ საბჭოზე. თვითონ ეხმარება შემდეგ რექტორი, რომ გაასწოროს ყოველგვარი თანხის გადახდის გარეშე, გაასწორებს იმ ნაშრომს და მე როცა უკვე დავწუნდებით, რომ ის აქტუალურია, აქვს სიახლე, აქვს კომისიაზე ეს არ ჩანს თუ საბჭო ხედავს მე თუ ეცოდა ეს არა, პირდაპირ რომ გადის, ვეძებთ ეგრეთ წოდებული შავი ოპონენტი რო ერქვა იმისი შემცვლელია ახლა, მეაწვდიან ეს კომისია რომელიმე დარგის სპეციალისტი ის გადახედავს და თავის შენიშვნებს როდესაც ჩამოწერს ის გასწორდება ის შენიშვნები და თავიდან გავა და დაუმტკიცება. ასე რომ მან არ არის ისე რომ დაიჩაგროს თქვათ, არა, პირიქით. ეს პირველ კომისიაზე როცა არის იქვე რომ იყოს ეს შენიშვნები? არის ძალიან შენიშვნები, არის, მაგრამ ხშირად არის ისეთი რამ, ახლა მაგალითად ჩვენს ფაკულტეტზე, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი გახლავართ, ძალიან მკაცრად არის აკეთებს ამას ბატონი ზურაბ გიშიანი, ფაკულტეტის დეკანი, მაგრამ ამავე დროს
ძალიან კაცრად არის კიდევ ის, რომ დარგის სპეციალისტები უნდა იყვნენ აუცილებლად. შეჩევა ამის შესაძლებელია, რომ იქ კი იწერება მშენებლობა, მაგრამ ფუნდამენტი ცალკე არის, კონსტრუქციები ცალკეა, კომპოზიტების მექანიკა ცალკე არის. თქვენ გქონდათ მოსაზრება შეიძლება თუ არა მეცნიერების დოქტორის დაბრუნება. ასე იგი, მე მაგაზე ძალიან ბევრს ვიბძვი და დღესაც მინდა ეს აღნიშნო, რომ საქმე რასია იცით, როდესაც პიროვნება იღებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს, ის შესაძლებელია, სადაც მუშაობს, იქ გამოიყენოს ის ხარისხი, თუ მემორანდუმი აქვს ახლა და დაეცვა თქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიძლება თუნებას დართავენ იქაც, არ ვიცი ახლა ზუსტად, მიიღოს კონკურსში მონაწილეობა თქვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად. მაგრამ თუ უცხოეთში წავა ამ თავის სადოქტორო დიპლომით, ესე იგი არც ერთ ქვეყანაში არ ცნობენ. არსად მე შევისწავლე, მათ უნდა გაიაროს მან ნოსტრიფიკაცია აუცილებლად და ნოსტრიფიკაციის შემდეგ ეს რთული არ არის სხვათა შორის. იქ მარტო წარადგენს ავტორეფერატს და ავტორეფერატით მოხსენებას გააკეთებს ჩვეულებრივად 25-დან 25 წუთამდე არის და თუ იქ მოეწონებათ რომ ის გაივლის ფილოსოფიის დოქტორი იქნება იმ დარგში და შიფრიც უწერია. შიფრიც, აი ძალიან საინტერესოა ეს ახლა. გამოდის თქვა დოქტორი მშენებლობის დოქტორი. ახლა წარმოიდგინეთ, სამშენებლო ფაკულტეტზე არის სამშენებლო კონსტრუქციები, რომლის შიფრი იყო 052301 არის სამშენებლო მექანიკა 052317 არის ფუნდამენტი ცალკე არის სამშენებლო ტექნოლოგიები ცალკე და იცავს დისერტაციას და ამ დროს იმას აწერია მშენებლობის დოქტორი, ანუ მშენებლობის სპეციალიზაცია და შიფრი უწერია 0732. ესე იგი დღიანად მოიცავს. არ მგონია ახლა ეს არ იყო არასდროს და თუ ასეთი არის რომ ყველაფერი იცი ძალიან კარგია, მაგრამ რაღაც არ მგონია. რაც შეეხება ახლა საქართველოში სამეცნიერო ხარისხი არ არის თქო და გითხარი რომ ბრძანებაც წამოვიღე და შემიძლია გაგასწროს ბრძანება. ეს რო დიდები ბრძანება ბატონო ბრძანება გამოიცა, ესე იგი ძველია ეს რა თქმა უნდა 14/12/2006 წელი. თქვენი იქ განცხადებას რომ იცოდით 2004 წლის 21 დეკემბრის უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 99 მუხლის პუნქტის შესაბამისად ამ კანონის ძალაცის შესწავლად მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი გათანებულია დოქტორის აკადემიურ ხარისხთან. აქ არ წერია მეცნიერებათა დოქტორები მიცილდნენ. და ეს მეცნიერებათა დოქტორები სად უნდა აისახოს? სად დაწერია? მერე ხოლო მეათე პუნქტის ამ მუხლის პუნქტი ვრცელდება აგრეთვე პირებზე, რომლებიც გახდნენ ან გახდებიან ასპირანტები მაძიებლებიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონის შესაბამის საძირკვლის საბჭოს შექმნამდე მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს, მაგრამ არა უგიანეს 2006 წლის დეკემბრის ამრიგად დასკვნაც არ თქვენს და საინტერესო რა არის რის რეაქციად თქმა ამრიგად 2006 წლის 31 დეკემბრამდე მიღებული და საქართველოს აღიარებული მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი ავტომატურად გათანებულია დოქტორის აკადემიურ ხარისხთან. სამეცნიერო დოქტორები ეთქობა ამათ არ მოსწონდათ, ხო და ან ვინც ეს დაწერა ვერ დაეცვა თვითონ სადოქტორო დისერტაცია. ის რა პრობლემა იყო ბატონო კელა სამეცნიერო დოქტორი ყოფილიყო. არის ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში PhD-ს გარდა ზემოთ კიდე არის ხარისხები. არის როგორ არის? ხო და ესეც აღენიშნათ, ეს რა პრობლემა იყო? თქმა უნდა, ეს ძალიან ადვილია, ახლა მოგახსენეთ, მე არ მინდა ახლა საბჭოთა კავშირზე ვისაუბროთ. დღეს კიდევ იმაზეც გვესაუბრეთ, რომ ახალი პროექტი რომ შემოგთავაზა სახელმწიფო, ესეც გითხარით. საქმე რასია, იცით, ჯერ იმას მოგახსენეთ, რომ თითქმის ქვეყანა არ არის ახლა ევროპაში, სადაც მე არ ყოფილვარ, ჩამოტანილი მაქვს ავტორეფერატებიც, შუა აზიის ქვეყნებშიც, უკრაინაში, აღარ ვლაპარაკობ აქეთ მე დამწამებენ რამეს რუსეთის შესახებ, იმიტომ რომ მე სკოლა იქ გავიარე და მაგრამ არის ერთი რამ რომ იყო ჩვენთან სწავლული ექსპერტთა საბჭო. ეს საბჭო ყველა უმაღლეს სასწავლებლებიდან, სადაც არ უნდა დაეცვა დისერტაცია, იყო ერთ შენობაში. ეს აუცილებლად კი არ იყო რომ იმ შენობაში რო იყო რომ აკადემიას ეკუთვნოდა. შეიძლება განათლების სამინისტროს ეკუთვნოდეს, მაგრამ ყველა უნივერსიტეტისთვის იყოს ერთნაირად. ეს არაფრით არ კარგავს იმას რომ ავტონომია აქვს ყველა უნივერსიტეტს. და იქ ამტკიცებდნენ, ძალიან ბევრს უკან უბრუნებდნენ, რომელიც არ ვარგოდა. და სწავლული ექსპერტთა საბჭოში ამავე დროს გაცემდნენ, მე გავხდით ახლა ტექნიკის დარგში საქართველოში საერთოდ ბატონი მიდია ხელმძღვანელობდა და მე ვიყავი მისი მოადგილე. და იყო შემთხვევები, რომ არ დაამტკიცეს, მაგალითად, არც საკანდიდატო, არც საკდოქტორო ასეთებიც იყვნენ. მაგრამ თუ ქართველს ვინმე საქართველოს მოქალაქეს დაცული ქონდა, თქვათ, რომელიმე ქვეყანაში ახლა, თქვათ დაიცვა, მოდით როგორ თქვათ, ლიტვაში, ან შეიძლება ბარსელონაში,
ან შეიძლება რომში, ხო? ისინიც გადიოდნენ ჩვენთან ნოსტრიფიკაციას და ესე ენიჭებოდა. აი ახლა თქვენი ხელმძღვანელია მაგალითად ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და იქ ვინც ხოცქონდათ დაცული სადოქტოროები ნოსტრიფიკაცია გაიარა ჩვეულებრივად აქ არაფერი პრობლემა არ იყო გააკეთეს მოხსენება ავტორებერაც წარმოადგენს ქართული ენაზე რომ ჩვენ საქართველოსი ვარ და ჩვენიანაც მე მომწონს რომ რა თქმა უნდა მშობლიური ენაზე კარგია თუ დაიცავს არაფერი ხელშემშლელი ეს არ არის რატომღაც მე იწყებენ რომ აი მეორედ რატომ გაცვევინებთ ჩვენთვის ჩვეულებრივია მე მაგალითად ძალიან მსიამოვნებს მოხსენების გაკეთება და თქვენს დარგში როცა მოხსენებას გაკეთებთ და მით უმეტეს ვიცი რომ თქვენ ძალიან მსიამოვნებს სხვადასხვა დარგში სამ მიმართულებაში ახლა ლინგვისტიკა იქნება ეს თუ იქნება ეკონომიკა თუ იქნება მათემატიკა ეს სამი მიმართულება თქვენთვის შორებელი არ არის მით უმეტეს ახლა ხარ ცოტა ხანში კიდევ დაიცავთ თქვენ დისერტაციას და ასე რომ არ ვიცი რამდენი უნდა დაიცავთ მაგრამ სასიამოვნოა მე მაგალითად მომწონს და კიდევ ერთი მინდა გითხრათ ჩვენ აი კატეგორიას მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს ვერ მიაიჭებენ ახლა საქმე რაშია იცით მე ღიად გეტყვით ახლა ტელევიზიის წინაშე რომ თქვენ ნამდვილად იცავთ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს მაგრამ როდესაც თქვენ მოხდებით უცხოეთში და თქვენ დიპლომს არ ადგენთ სანამ თქვენ არ მოგისმენენ ის დიპლომი არაფრად არ ვარგა როცა თქვენ მოგისმენენ და ნახავენ ის ხალხი მოვადრო მაგისი რომ თქვენ მიიღებთ სამეცნიერო ხარისხს ამის დრო მოვა წინასწარ გეტყვით თქვენ და მე მაგალითად ბევრს დავხმარები ვარ და არის ამის საშუალებები აი ჩემი დოქტორანტებს რომლებიც მე უცხოეთში მუშაობდნენ და რომ ჩავიდნენ მათ გაიარეს ნოსტრიფიკაცია ჩვეულებრივად იქ არ ითხოვენ არც თანხას დამატებით არაფერი იმ უნივერსიტეტში მხოლოდ ნახავენ რომ რაც აკლიათ მათ იმ კრედიტების რაოდენობაში რომელიც მათ უნდა ჩათვალონ და მოხსენებები ამავე დროს რა პერიოდშიც იქნება მოხსენებები ეგრეთ წოდებული ეს მოხსენებები იმასთვის ჭირდებათ თუ გახსოვთ თქვენ აპრობაციები რომ ეწერა ხო აპრობაციის სახით სად არის მოხსენებები გაკეთებული რომელ საერთაშორისო კონფერენციაზე სიმპოზიუმზე კონგრესზე და ასე შემდეგ აქ ციტირების ინდექსიც უნდა მუშაობდეს პერიოდისათვის არა იმიტომ რომ ის ახალი რომ მოდის ციტირების ინდექსი უკვე მუშაობს როცა დაიცავთ დისერტაციას მაგის შემდეგ და ეს შემოვიდა ეხლა ძალიან ბევრი მეცნიერი ვიცი მე რომ მას ჰქონდა ძალიან ბევრი მითითებები სხვადასხვა ნაშრომებზე მაგრამ სანამ ეს არ შემოვიდა არ იცოდნენ და ახლა ბევრია უკვე რომ მუშაობთ ახლა ჩვენ რაც სკოპუსში მაგრამ გამოქვეყნებული და იმპაქტ ფაქტორში თავის დროზე იქ უთითებ უკვე მაგას და ყველა სტატიას რომელსაც ვაქვეყნებ და ძალიან სწრაფად იზრდება ციტირების ინდექსი იმიტომ რომ ჩვენი მეგობრებიც ხო უთითებენ იმ საკითხებში რაში ჩვენ მუშაობთ ეხლა მაგალითად მე ერევანში მოხსენება მაქვს უფრო მეწყერსაში ზონების პრობლემების საკითხებზე რომელშიც ამ საკითხებში როგორც მოხსენებელი მეცნიერი ცნობილი არა ვარ იმათთვის და ეს წარმოვიდგინე რომ იმათ ვაჩვენო რომ დღეს თქვენ ხართ ტექნიკური მეცნიერებად მაგრამ ასევე მზადებით სამშენებლო მიმართულებითაც ორივე დისერტაცია მაქვს სამშენებლო მექანიკის დარგში დავიცავი ორივე დისერტაცია მაგრამ აქ მინდა კიდევ ერთი რამე გითხრათ ახლა თქვენ მკითხეთ მე პრემიერმა რომ ისაუბრა ხო მე შეგვიძლია შევეხო და დადებითად გითხრათ იმიტომ რომ თავის დროზე როცა მე-12 კლასში შემოვიდა სასტიკად არ მომეწონა იმიტომ რომ მე-12 კლასში თითქმის არ დადიან ბავშვები საერთოდ არ დადიან საჯარო სკოლაში რომ მიხვიდეთ თქვენ ყველა იმზადება ეს არიელია ეს საკლასო ოთახები ესენი არ დადიან მაგრამ იქ წარმოიწია სხვადასხვა პრობლემა ვკითხულობ გავეცანი ხო მაგრამ არ არის არაფერი პრობლემა იქ მე პრობლემას ვერ ხედავ მით უმეტეს კარგად არ მოусმინეს ბატონ ირაკლის პრემიერ-მინისტრს მან აღნიშნა რომ თუ ეს აუცილებლობა მოითხოვს პროექტის სახით არის ჩვენ შევქმნით საქართველოში რომ იყოს მე-12 კლასიც მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს არ დასჭირდება და რატო გეტყვით არის შესაძლებელი ეგრეთ წოდებული ექსტერნად ჩაბარება შეუძლია ბავშვმა ადგენს და ჩააბაროს ჩვეულებრივად და ჩავიდეს თუ უნდა უცხოეთში და ისწავლოს ახლა ჩემ პერიოდში ძალიან რთული მაგრამ ასაკის მიხედვით აი მაგათად მე მახსოვს ბატონობი რადგან ვფიქრობდი რომ კემბრიჯის უნივერსიტეტში წარმოედგინა 99 ვერ წარმოედგინე იმიტომ რომ მე მქონდა 11+1 დამთავრებული ეს უკვე პრობლემატიკური იყო ამის გამო მე უკვე გამივხვდა და ჩადიოდა ის ხალხი ვინც შეძლებული იყვნენ ფინანსურად იქ რაღაც პერიოდში დრო უფლება ცხოვრებისას მოიპოვებდნენ ჯერ ასაკობრივადაც არ აქვს უფლება მშობლების გარეშე მიიღოს ბევრ რაღაცაში მონაწილეობა და
ამიტომ მე ვერ გავაგრძელე სწავლა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის 99 წელი ეს იყო. მე მახსოვს თქვენი პირველი სტატია გამოვაქვეყნე 1997 წელს იყო კონფერენცია ბატონი ალექსი გორგიძის იუბილეისამდე მიზნული რომლის სწავლის მდივანიც მე ვიყავი თან ახალგაზრდა დოქტორი ვიყავი მაშინ და მსიამოვნებდა ძალიან და ეხლა ჩემთვის 70 წლის გავხდები ასე რომ როგორ გითხრათ ის რაც დამიგროვდა ვცდილობ რომ სტუდენტებს გადავსე თორე და სხვათა შორის თუ მე შევხედე იმას რომ ახარს ვერ ვითვისებ და არ ვიზრდები მეორე დღესვე დავანებებ თავს და შვილიშვილები ყავს 4 შვილიშვილი და წავალი მათთანავ იქნები და დავიშენებ. ხო, რაც შეეხება აი ამ საკითხებს ახლა ბოლო პერიოდში არ არის საგანგაშო ეს. იქაც გეტყვით მე არ ვიცი ახლა რატომ მოხდა ეგ, მაგრამ მე თვითონ 10 კლასს დავამთავრე, ხო, მე. ჩემი შოულების თაობამ 11 კლასი დაამთავრა. მე დავამთავრე თქვენმა ხელმძღვანელმა ესენი ვინც იყვნენ ეს ჩემი მეგობრები არიან კომაროვში დაამთავრეს 10 კლასი გავიარეთ ხო არ ვიცი ახლა არაფერი მოსამზადებელში არ ყოფილვართ 10 კლასი დავამთავრეთ ერთ-ერთი ეს იყო პრუსია გერმანიული კლასიკურ განათლებას ეძახდნენ და მე გეტყვით თქვენ რომ არ ვიცი მაგრამ ჩვენი თაობა მართლაც ერთ-ერთი უძლიერესია და მე გეტყვით ქართველი მეცნიერები უფრო მეტად მათემატიკოსები, მექანიკოსები, ფიზიკოსები, სოფლიოში აღიარებული მეცნიერები არიან. ნებისმიერი შეშურდება ნებისმიერ ქვეყანას ჩვენი მეცნიერებიდან დაწყებული მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ვიქტორ კუპრაძე და შემდეგ არ მინდა ვინმე გამომჩეს, დღემდე ვისაუბრებ ორივე სკოლაში დამთავრებული მექანიკა მათემატიკის ფაკულტეტი და ჩვენი ლექტორები არიან ესენი, ხო, ყველა დღევანდელიც კიდე. აქვე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის თანამშრომლების შეშურდება ნებისმიერ ევროპულ უნივერსიტეტს ამერიკულს თუ რომელიც გნებავთ. ეს რა თქმა უნდა ყველას არ დავასახელებ, მაგრამ მათი ხელმძღვანელი არის აკატეგორიის პროფესორი ბატონი დავით ატროშვილი, რომელთანაც ჩემი უფროსი მეგობარია და ძალიან დიდ პატივისცემდა. მაღალი რანგის მათემატიკოსი. ძალიან ასლაბარაკო, თანაც მან ენები კარგად იცის, სხვათა შორის სწრაფად ისწავლა ძალიან ენა, როცა დასჭირდა, მახსოვს მე ეს პერიოდი. ბატონი დავითი ერთ-ერთი მათ იცის ახლა ეს დეპარტამენტი თვითონ. ვინც იქ არიან, უმეტესობას გავლილი აქ ახლა როგორც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ახლა მე რო გამომჩეს ვიცი გვარები, მაგრამ შეიძლება რომელიმე გამომჩეს და ამიტომ თავ შევიკავებ, ჩემი მეგობრებია ყველა და 10 კლასი დაამთავრეს, ამის თქვა მინდოდა. მაგრამ მე უფრო სხვა რამე თუ გახსოვთ თქვენ პირველი სხდომა ჩავატარეთ თუ მეორე სხდომა ონლაინით, პანდემიის პერიოდი იყო, იქ მე შეკითხვა დავუსვი, მაინტერესებდა მართლა ასეთი შეკითხვა რომ ინგლისი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და რაღაც ვიღაცას არ მოეწონა რეპლიკა ისო მე არაყოლი ვარ რა თქმა უნდა ერთი რამე იყო კარგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვისაც ვარ დამთავრებული ვიცით ვის უნდა შევაგამართოთ და ვის უნდა გავყვეთ იმიტომ რომ ჩვენ სწავლობდით 4 წლის განმავლობაში პედაგოგიკას, ფსიქოლოგიას, ეთიკას, ესთეტიკას გვამზადებდნენ თავიდანვე პედაგოგი უნდა ყოფილიყავით ან სკოლაში ან უმაღლეს სკოლაში ამიტომ ის რაც მკითხა მე არ უპასუხე, მაგრამ მოვადრო და რასაც ვფიქრობდი ისე იქნება. იქ რო გავიდნენ, ჩატარდა მემორანდუმი და ინგლისი გავიდა, მით უმეტეს დაფუძნებელი იყო ხო ევროკავშირის. ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია. და მომავალში ახლა რა იქნება კიდე ძალიან რთულია, ამას ხელ უყურებს ყველას. მე ერთს გეტყვით, რომ ბოლონის პროცესებმა ძალიან უკან დახია განათლება და მეცნიერება. ძალიან. მაგრამ მე იმედი მაქვს საქართველოში მეცნიერება ისე დაბრუნდება, კარგია რომ ბატონი დავით გურგენიძეს აქვს ეს საბჭოები, ორი საბჭო ახლა ტექნიკურ უნივერსიტეტში. და 100-ია თუ ისე ვიჭერთ ყველანაირად ამ სადოქტოროს აკადემიურ ხარისს, რომ დონე გახდეს როგორმე სამეცნიერო საკანდიდატოს დონე მაინც. იმიტომ რომ მეცნიერებათა დოქტორის გახდომა ესე ადვილი არ იყო, იმიტომ რომ იქ ჩამონათვალი იყო 10 ნაშრომი, იმ ნაშრომებში უნდა გამოექვეყნებია ნუ ახლა არის სხვადასხვა საუბრები, მაგრამ უეცრად ასე რომ ამოაგდეს და ის მეცნიერებათა დოქტორის საერთოდ აღარსაც არ არის და დღე-დაღამე რო ათენენ და ის არ ჩანს ახლა მე მახსოვს კარგად ჩემი შრომა ბიბლიოთეკა მე ასე მიმაჩნია რომ ვინც ეს მოამზადა ეს ბრძანება იმან ვერ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და ვერ დაიცავდა და მოიშორა საერთოდ რა და როგორ შეიძლება პიროვნულად უყურებდეს ერთ დღეში გახდა დოქტორის აკადემიური ხარისხი არიან კიდევ ასეთი ადამიანები, რომ სადოქტოროს რო იცავდნენ მაშინას და ახლაც ხო დოქტორის აკადემიური ხარისხი რო აქვს. კარებზე თუ სამდე უნდა დააწერს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი და ეს მეცნიერება სიტყვა რაღაცა დააწეროს თუ იმას უხარია, მაგრამ დონე უნდა ქონდეს ამ დროს მისი.
ბატონო გელა დამატებით შეიძლება ეს თუ ბოლონის პროცესთან უხერხულობა არის აქ აუდენ იყოს ეს PhD ფილოსოფიის დოქტორი და მეცნიერების დოქტორი არის ეს ამაგათად სხვა იმებს აქვს ევროპის ქვეყნებს აქვს როგორ არა კი და ძალიან ფაქტორი კი არა ეს გასწორება შეიძლება ძალიან რთული არის ესე იგი პროფესორი რო ხდება მეცნიერებათა დოქტორი მე ხაბი დოქტორი ქვია ესე იგი გახდება ის დოქტორი შემდეგ მიმართულების ხელმძღვანელია ყავს იმას თავისი ასოცირებული პროფესორები ყავს ასისტენტ პროფესორები ეს არის ხელმძღვანელი სრული პროფესორი უნდა იყოს მე მგონი მეცნიერებათა დოქტორი ახლა ჩვენთან არ არის ეგ კანონი უნდა იყოს ეს შესაძლებელია ხო ჩვენთან ეს კანონი არ არის ახლა რაც შეეხება ახალგაზრდებს რომლებიც მოდიან ახლა მე ყურადღებით უსმენდი პრემიერს და მე ვფიქრობ რომ ეს ალბათ კარგი შედეგი იქნება ჩემი აზრით მიგრაციას გააჩერებს შესაძლებელია საშუალება აღარ აქვს დღეს მშობლებს რომ ჩამოვიდეს თბილისი იცხოვროს ძალიან რთულია თუ ეცდილობენ ახლა რომ უმაღლეს სასწავლებლებს უნივერსიტეტებს კონდეთ კამპუსები ისე როგორც საზღვარგარეთ არის მაგალითად მე ახლა შირათ ვიმყოფები ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში ეს არის ჩეხეთში და ჩვეულებრივი 400-სლავიანი სასტუმრო აქვს ტექნიკურ უნივერსიტეტს კამპუსი აქვს ქონდა უნიკალური საერთაშორისო და ეხლა ცდილობს ბატონი დავითი რომ როგორმე შექმნას კამპუსი რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს კონდეს და მე ვფიქრობ რომ თუ რამე ჩაუფიქრებია ბატონ დავითს აღუზრგენიძეს არ ყოფილა შემთხვევა რომ არ გაეკეთებია ეს მე ვიცნობ ძალიან კარგად ასე თქვენ გაქვთ რამდენიმე კორპუსი სხვამ წაიღო არაკანონიკურად ამაზე რას ვღებულობდი მონაწილეობას მაგ საკითხებთან დაკავშირებით და ახლა ხანს ორი დღის წინ უკვე გენერალურ პროკურატურაში შეიტანა დოკუმენტები ბატონმა დავითმა რომ ის კორპუსები ჩვენ უნდა დაგვიბრუნო არა წაღებას გააჩნია მე ხელმძღვანელობდი მეცნიერებას და იქ იყო ერთ-ერთი უძლიერესი ლაბორატორია მეხუთე კორპუსში იყო იქ დაუსწრებელი ფაკულტეტის დეკანატი იყო იქ იმავე კორპუსში ჩვენი პოლიკლინიკა და ის პოლიკლინიკა ჩემთან შემოდიოდა ამ წვიმაში ესე იგი ეს დანადგარები უნიკალური გამოყარეს გარეთ და წაიგეს ერთზე რა უნდა გეთქვა ახლა ომს დაუწყებდი სადღაც კანონში უნდა ეწეროს ბატონო გელა მარტო ტექნიკურ უნივერსიტეტმა არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაკარგა მიწები კი ბატონო ძალიან მაღლივ კორპუსში და იქ თქვენ ხედავთ რომ საცხოვრებელი სახლები შენდება და სად უნდა განთავსდეს შემდეგ განვითარებისთვის უნივერსიტეტის კორპუსები ბატონი ლადოს პერიოდში მოასწრო ძალიან მაგრად რომ სასაფლაო ზედა მხარეზე აშენდა საუკეთესო სპორტული ნაგებობა სადაც არის სპორტის სასახლე ასე ვიტყოდი და ის რომ არ აშენებულიყო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის კედლებამდე მივიდოდა სასაფლაოები ეგ ერთი ეხლა მეორე თუ დაკვირებული ხართ ჩემი სტუდენტობის დროს ეგ მთა იყო მათ და ეგ გზა არ შედიოდა მოკლე გზა რო არის ქვედა მხრიდან 5 სართულიანი შენობები როა იქიდან შევდიოდი ჩვენ პირდაპირ მაღლივ კორპუსში და იქ იყო პატარა მოედანი სადაც ტრიალდებოდა 59 ნომერი 20 ნომერი ავტობუსი 2 ნომერი იყო სამაშურო ერთადერთი ხო და იქ ეხლა ამხელა შენობა აშენდა ახლა უფრო მეც გეტყვით იქეთ განი კორპუსს რო ეძახიან სადაც არის ახლა ზუსტად საბუნების მეცნიერების ფაკულტეტი ბიოლოგიის დამთავრებული კორპუსი ახლა აქეთ მხარეზე იქ მოედანი ქონდა ჩვენ ფეხბურთის ახლა დაიმახსოვრეთ აი აქვე გეტყვით იმას დაანგრევენ ის ჩონჩხი რომელიც არის და იმ ადგილზე კორპუსებს ააშენებენ და დარჩება ეს მაღლივი კორპუსი აქ და წინ იქეთ ის იქნება ნუ ეს არ შეიძლება აი სახელმწიფო რაღაცნაირად უნდა მიხედოს ამ პრობლემას ეხლა იცი თქვენ რომ მე ამ პრობლემებზე მუშაობ ძალიან ბევრს არ მომწონს კიდე ბევრი რამ ისეთი რომ როცა შესაძლებელია რომ ცოდნა გამოიყენოს ვინმემ და ჩვენ არ ვითხოვთ არც თანხებს არაფერს ცოდნა რომელიც გვაქვს ეხლა გეტყვით გაგვირებული დარჩებით თეთრი ზღვის ნაპირები ქალაქ ბელამორსკში ეს არის კარელია ჩემი ხელმძღვანელობით არის გამაგრებული ნაპირი როდესაც მოვიწადნე რომ ბათუმიდან გონიოს მხარეზე შევისწავლე მაღალ დონეზე და ეს გამიკეთებია იმ ჩემს კონსულტანტი ვიყავი მე ზურაბ მეგრელიშვილის რომელიც არის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ბათუმელი ძალიან ცნობილი მეცნიერი გახლავთ აქ არ მოიაზრებით ვითხრეს შეიძლება ჩვენი ჯობი არ მოიაზრებით დამთავრებულია თუ არ მოიაზრებით ჩვენ არც გიჩხუბია კარგად ბრძანდებოდით და წამოვედით მაგრამ ის ვინც გააკეთა წყალმა წაიღო
რამდენიც გამოყვეს თანხა. შემდეგ გააკეთეს ის, შემდეგზე ახლა სიმართლე გითხრათ ვერ ვიტყვი ვერაფერს, იმიტომ რომ 8 ბალიანი შტორმი იყო, ასეთ რამე არ ყოფილა და წაიღო, მაგრამ შეიძლება მეც რო გამეკეთებია ისიც წაიღო, მაგის შესახებ ვერ გეტყვით. იქ უფრო მეტი თანხა წაიღო. ბატონო გერა, აი ერთი ნიშანი, რომელსაც მე დიდ ყურადღება მივაქციე, სულად ვერ ვუსმინე, ვერ მომიცალე, მაგრამ ერთი რომ ყველგან ერთნაირი სპეციალობა არ იყოს, ეს საჭიროა. ნამდვილად რომ აი მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექანიკა მათემატიკის ფაკულტეტი როგორც იყო მათემატიკოსებს ამზადებდნენ დაუშვათ მეცნიერების მიმართულებით და მასწავლებლების მიმართულებით. ყველა უნივერსიტეტი არ აქვს იმ შესაძლებლობა რესურსი რომ ამ დოდის გაზარდოს. ამიტომ მე ეს მგონია რომ ძალიან სწორია. კი ბატონო, ეს დიფერენცირება. რაღაც ნაწილიც კიდევ შეიძლება გასწორდეს. ბატონო გელა ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი ჩვენი დროის ფაქტორიდან გამომდინარე კიდევ ხარ დაგჭათ რამე საქმე რომ დიდი მადლობა გითხრათ გადაგიხადოთ დიდი მადლობა იმისათვის რომ მომიწვიეთ და მე ვფიქრობ ჩვენ ახალგაზრდა პრემიერი ყავს და ის რაც გამოიტანა აქ არ არის საკამათო იმიტომ რომ ის ნაფიქრია მაგრამ სუდად გაიგო ზოგიერთმა და მე ვფიქრობ რომ კარგად გამოვა ეს კარგად უნდა გავიგოთ რაზე იყო საუბარი და მომავალისთვის ყველაფერი კარგად იქნება. მე ძალიან ვდარდობ რომ 30 წლის განმავლობაში განათლების სისტემა იჩეხებოდა ბევრჯერ და აი კიდევ ნერვიულობს საზოგადოება ასეთი ახალი იდეების გამო. ამიტომ მე ძალიან ფრთხილად და სიმშვიდით საერთოდ ჯობია რომ ეს თემები ცნობილ მეცნიერებთან, მაგალითად თქვენთან, ბატონ თემურ ჩილაჩევასთან, ხუმაფხაზეთის მეცნიერებათა პრეზიდენტია აზიის აკადემია რა თქმა უნდა აიპივარ ჩვენ, მაგრამ ჩაერთოს საქართველოს ეროვნული აკადემია და სხვა აკადემიები და როცა ბევრი მონაწილეობას მიიღებს, მარტო სახელმწიფოზე არ იქნება ეს ვალდებულება გადანაწილებული და იქნება სხვა მეცნიერებზე. ძალიან საინტერესო იყო ბატონო გელა თქვენთან საუბარი და ბევრ საინტერესო თემებს ჩვენ შევეხეთ. ჩვენ სტელმაყურებლებს ვეთქვით რომ ჩვენ კიდევ გვექნება შესაძლებლობა რომ ბატონი გელა მოვიწვიოთ. გვექნება იმ თემის გაშლის საშუალება და დიდი მადლობას გადავუხდი ბატონ გელას და ვუსურებ წარმატებებს. დიდი მადლობა ტელემაყურებლებო ყურადღებისთვის. კარგად გრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.